მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ბიბლია ყოველ დღე. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. კითხვა, ესე იგი, დამისვეს WhatsApp-ში მომივიდა და აქვე მინდა გითხრათ, სანამ გადავალ თავარ თემაზე, რომ პარალელურად ვინც არ იცის და ვისაც აქვს სურვილი დიდი, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, ჯერ კიდევ რამოდენიმე ადგილი არის. ყოველ კვირაში 3 ჯერ თბილისის საქართველოს დროით 9 საათზე WhatsApp-ში მე მაქვს ჯგუფი, ბიბლიის ჯგუფი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მიწევს გამეორება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწევს, რომ როგორც ჩემი არხი YouTube-ი, ასევე მე თვითონ ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები მართლმადიდებელი ქრისტიანი. და ესე იგი მე ვკითხულობ ბიბლიას ახალ და ძველ და ახალ აღთმას, რა თქმა უნდა, წმინდა მამების გამარტებით და ეს კითხვა მიმდინარეობს, ესე ვთქვათ, ვიდეოს ვიდეო ფორმატში და ვისაც გაქვთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სურვილი შეგიძლიათ მომწეროთ ამ ვიდეოს ქვემოთ, მე დავწერთ ჩემს მეილს და მეილზე შეგიძლიათ მომწეროთ თქვენი საცხოვრობთ სახელი და მობილურის ნომერი, რომელზეც ხართ დარეგისტრირებული WhatsApp-ში. კარგით, გადავიდეთ ახლა მთავარ თემაზე. ძალიან მოკლედ, მეგობრებო, ვისაუბრებ თუ რა განსხვავებაა ჩვენს ქრისტიანებს, მუსლიმებს და ებრაელებს შორის, ხო? ანუ ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ახლა აქ შეგვიძლია ჩვენ ვცლად ვისაუბროთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი დრო დაჭირდება ამას, ანუ როდის, საიდან მოდის, თქვა დოგმატები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დოგმატებსაც შევეხები და ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება რა რითაც ჩვენ განსხვავდებით. კარგი, დავიწყოთ. ნახეთ, კითხვა პირველი. ვინ არის იესო ქრისტე? ქრისტიანი. ღმერთი, მაცხოვარი და მესია, მოვლინებული ძე ღვთისა. ანუ წმინდა სამების მეორე პირი, გნებავთ ჰიპოსტაზი. მუსლიმი, წინასწარმეტყველი, ანუ მუსლიმები თვლიან და რომ იესო ქრისტე არის წინასწარმეტყველი, დიდი წინასწარმეტყველი, მაგრამ არა ღმერთი. იუდეველი, უბრალო ადამიანი, მესიად არ აღიარებს. ანუ აღარ აღიარებენ იუდეველები, ხო? ზოგი თვლის, ხო, საერთოდ ესეთი პერსონა გამოგონილია და არც ყოფილა არასოდეს. სხვადასხვა აქვე ვიტყვი, რომ ისინი დღესაც ელოდებიან მესიას და მათზე თქვა ქრისტემ ბრძანებს სუსტად უფალი, რომ მე მოვედიო ჩემი სახელით, ვერ ვიცანითო, მაგრამ ის ჩემს მერე ვინც მოვა მისი სახელით, მას იცნობდო და მას აღიარებდა, ის იქნება ანტიქრისტე. კარგით, კითხვა მეორე. არის თუ არა ღმერთი სამებაში? ქრისტიანი? დიახ, მამა, ძე და სული წმინდა. მუსლიმი? არა, ღმერთი ერთია და არა სამება. ჩვენ რა თქმა უნდა ღმერთი სამი არ არის, ჩვენ ესე იგი ღმერთი არსებით ერთი, მაგრამ სამი პირით გნებავთ სამი ჰიპოსტაზით, ხო? მამა, ძე და სული. კარგით, შემდეგი იუდეველი. ანუ სამებაში არის თუ არა ღმერთი? იუდეველი პასუხობს: არა, ღმერთი ერთია და უარყოფს სამებას. კითხვა მესამე. რომელ წმინდა წიგნს იღებენ ჭეშმარიტად? ქრისტიანი, ბიბლია, ძველი და ახალი აღთმა, მუსლიმი, ყურანი, იუდეველი, თორა და ძველი აღთმის სხვა წერილები. კითხვა მეოთხე. როგორ ლოცულობენ და ასრულებენ ღვთისმსახურებას? ქრისტიანი, ეკლესიაში,
წმინდა საიდუმლოების მონაწილეობით მუსლიმი დღეში 5 ჯერ და მექისკენ, ხო? განსხვავება არის ზოგი ესე იგი შიტები და სუნიტებს შორის განსხვავება ზოგი 5 ჯერ ოცნობს, ზოგი 3 ჯერ და იქ ახლა ამაზე არ გვინდა. იუდეველები სინაგოგაში ტრადიციული წესები. კითხვა მეხუთე. როგორ ესმით ხსნა? ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვამბობთ, ქრისტესშია ხსნა რწმენით და საეკლესიო ცხოვრებით. და რა თქმა უნდა, მეგობრებო, სიყვარულის და თავდაბლობის გარეშე არაფერი არ გამოგვივა, რაც არ უნდა გავაკეთოთ. მუსლიმი რჯულის შესრულებით და ალაჰის ნებით. იუდეველი რჯულის დაცვით და მესიის მოლოდინში. მეგობრებო, ეს ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ გავემეორებ, თუ ძალიან მოკლედ ეს რაც შეეხება, ხო, არის რა თქმა უნდა კიდე განსხვავებები და დაწერეთ კომენტარებში თუ იქნება ასეთი ეს თქვა დიდი სურვილი, მე ჩავწერ უფრო ვცლად ამასთან დაკავშირებით ვიდეოს. და ბოლოს მეგობრებო, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, რადგან დაახლოებით 74% უყურებთ, ესე იგი უყურებს გამოწერის გარეშე და თქვენთვის ესე თქვა ერთი დაკლიკება არის და ჩემთვის არის ამით ძალიან დიდად დაეხმარებით არხს და რა თქმა უნდა ასევე გააზიარეთ ვიდეო, რომ ბევრმა ადამიანმა, ჩვენმა ქართველებმა მოусმინოს საზღვარგარეთ, ვინც არიან ემიგრანტები და არა მარტო საზღვარგარეთ, ვინც არიან ემიგრანტები ჩვენი, არამედ ყველა ის ქართველი, ვისაც სწორია, რომ მოისმინოს და მიიღოს ყოველდღე სულიერი, ესე ვთქვათ, სულიერი ზრდა და მოусმინოს სახარებას. და აქვე მინდა გითხრათ, რომ თქვენ, როდესაც აზიარებთ ვიდეოს, იცოდეთ, რომ არიან ბევრი ესეთი ადამიანები, ვისაც აქვს ყურის სმენის პრობლემები, უსინათლოები არიან და ასევე მათ შეუძლიათ, რომ უსინათლოებს მოусმინონ, რა თქმა უნდა, და ვისაც ყურის პრობლემები აქვს, წაიკითხონ ტიტრები, იმიტომ რომ რადგან მე ყველა ვიდეოში არის ქართული ტიტრები და მათაც აქვს საშუალება რომ მოусმინონ და აქედან გამომდინარე სწორად გამიგეთ, მაგრამ ნამდვილად დიდი მადლია და თქვენ შეიტანთ წვლილს ღვთის ნების, ღვთის მცნებების და წმინდა წერილის გავრცელებაში. ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. დიდი მადლობა.